აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პროექტია, რომელიც ქვეპროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა ფარგლებში ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რამე თუ მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერას. აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გარდა ჩართულები არიან ასევე ადგილობრივი ახალგაზრდები, რაც ბუნებრივია საშუალებას იძლევა, რომ მათ შორის მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს. ჩვენი მიზანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერის გაგრძელება და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები. პროექტი თბილისში ილურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლაში ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის გაზრდა, მათი განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა არაფორმალური შემეცნებით საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართულობის მეშვეობით. საკვირაო სკოლაში 2 თვის განმავლობაში 6-დან 15 წლამდე 30 დევნილი ახალგაზრდა ხელოვნების სხვადასხვა დარგს, კერამიკას, მოხატვას, კალიგრაფიას, ხატვას, ქარგვას და სხვა მიმართულებებს დაეუფლებიან. 2022 წლიდან მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ილორის წმინდა გიორგის ტაძარში გაიხსნა საკვირაო სკოლა. დრო შეიქმნა საჭირო ინფრასტრუქტურა, იქნა მოძიებული პედაგოგები და მსროლელები ბავშვების, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებაში ჩაებმებოდნენ. მომავალ წლიდან უკვე გეგმავთ, რომ ბავშვებმა უკვე შეისწავლონ გრაფიკული დიზაინი, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ამავდროულად ანიმაცია, რომელიც მათთვის ძალიან საინტერესო იქნება. თვალნებას ვერ ვმალა, ისეთი ინტერესი წამოვიდა მოზარდებისგან, აი მელანი და კალამთან დამეგობრება. ეს არის საოცარი შეგრძნება, თან ბავშვი ემოციას დებს თან, თითოეულ ანბანში, თითოეულ აზრში, თითოეულ აი საქართველოს რო წერენ, სულ სხვა ხასიათზე არიან, აი რაღაც ლექსს რო წერენ, სულ სხვა ხასიათზე არიან. მოსწავლეებმა უკვე მოახერხეს სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული უნარ-ჩვევების პრეზენტაცია, მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრებით, რომლის გამოფენაც ილურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში გაიმართა. ვფიქრობ, რომ მოეწელა ქარგვაც ვასწავლოთ ბავშვებს და რაღაც ელემენტარული ჭრაკერვა, ნემსის ხმარება არ არის მარტივი ეს პატარებისთვის ეს ნემსის დაკავება და ისა, მაგრამ ელემენტარული მინდა რომ ვასწავლო რაღაცები ხელსაქმე, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. ძალიან სასიამოვნო კარგი ხავრობა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება რომ რაღაც ფიქრობ გამოხატო და ფურცელზე დაიტანო თუნდაც. თიხაც სასიამოვნოა, იმიტომ რომ მასწავლებელი შესანიშნავი გყავს და ისეთი რაღაც არის, რომ ყველგან ვერ იშოვი ასეთ მასწავლებელს და ყველგან არ გექნება ამდენი რაღაცის საშუალება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი მსგავსი შინაარსის პროექტს უკვე მეორეჯერ ახორციელებს ილურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ სივრცეში, რომლის გაგრძელებასაც მომავალშიც გეგმავს.